ასწლიანი ომი რაინდებისთვის იყო სავსე მრავალი გამოწვევებითა და საფრთხეებით. ამ საფრთხეებისგან თავდასაცავად კი შეიქმნა ახალი ტიპის აბჯარი, ფოლადის ფირფიტებისაგან დამზადებული ჯავშანი. ფირფიტოვანი ჯავშანი იცავდა რაინდის სხეულს, მოძრავი, მოხერხებული, თავდაცვითი რკინის ფილებით. ეს იყო მყარი გარე ფენა, რომელიც სხეულთან ერთად ფრთხილად იხრებოდა და მოძრაობდა. ეს ჯავშანი უზრუნველყოფდა საოცარ დაცვას და იყო უჩვეულოდ მაღალი ტექნოლოგიური მიღწევა. ჯავშნის სიმტკიცე ნაწილობრივ მის ფორმაში იყო. ორივე ნაჭერი დამზადებული ერთი და იმავე სისქის ფოლადისგან, მაგრამ ახლა გაჩვენებთ, რომ ერთი უფრო ძლიერია ვიდრე მეორე. აი ეს ფორმის გარეშე მომენტალურად იჭმუჭდება. ახლა კი ვცვლი იმით, რომელიც ფორმით არის გამყარებული, ხედავთ? ის გაცილებით ძლიერია და არ იხრება. მისი სიმტკიცე მხოლოდ ფორმით არ განისაზღვრებოდა. ეს იყო ის, თუ როგორ მუშავდებოდა ლითონი მეაბჯრის მიერ. სიმკვეთრისთვის ლითონს არბილებდნენ და თბილად ამუშავებდნენ, სითბო ლითონს ხდის უფრო მოქნილს და საშუალებას აძლევს ფორმა მიიღოს. გარდა ამისა, სითბო ლითონის გარე ფენას აძლიერებს ნახშირბადის ფენების დამატებით. ეს კი ზრდით ლითონის სიმტკიცეს და სიხისტეს. ჯავშანცოდნები სპეციალურად სწავლობდნენ ლითონის ტემპერატურის თვალით განსაზღვრას, რათა მიეღოთ სასურველი მოქნილობა და სიმტკიცე. სითბურად დამუშავებული ლითონისა და მყარი ფორმების კომბინაცია ნამდვილად ზრდიდა ჯავშნის სიმტკიცეს, რადგან ის აღარ იყო ისეთი მძიმე, როგორც ადრე. ეს კი მას საბრძოლველად ბევრად მარტივ გამოსაყენებელს ხდიდა, თუმცა მაღალი ხარისხის ფირფიტოვან ჯავშანს ერთი ნაკლიც ჰქონდა. ის ძალიან ძვირი იყო. ყველას არ შეეძლო სრული ფოლადის ჯავშნის შეძენა. რიგითი მეომრებისთვის არსებობდა უფრო იაფი ალტერნატივა. სახელად ბურგუნდია, ის შედგებოდა გადაფარებული ფოლადის ფირფიტებისგან, რომლებიც ქსოვილზე იყო დამაგრებული, ეს იძლეოდა მოძრაობისას უფრო დიდ თავისუფლებას, მაგრამ ის არც ისე მტკიცე იყო, როგორც სრული ფოლადის ჯავშანი. ამის მიუხედავად ის გაცილებით იაფი და მარტივად მოსავლელი იყო. საუკეთესო ხარისხის ჯავშნით რაინდი ფაქტობრივად დაუმარცხებელი ხდებოდა, მაგრამ ჯავშანი მხოლოდ თავდაცვის საშუალება არ იყო. ის აგრეთვე სიმბოლო იყო რაინდის ძალისა და პრესტიჟის და ჯავშანი თავის მფლობელს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევდა.